დემოკრატიის უკუსვლის გამოგონილი მიზეზით და LGBT პროპაგანდით ბრძოლის მეთოდები არასასურველი მთავრობების ჩამოსაშორებლად. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ჩინოსანი მაიკ ბენცი კონკრეტულ და სკანდალურ დეტალებზე აკეთებს აქცენტს. სქემის ნაწილია დაფინანსებული მედია, არასამთავრობო სექტორი და რა თქმა უნდა დიდი ფული, რომლის მიზნობრიობის და გამჭვირვალობის საჭიროებაზე ჯერ ამერიკაში და მხოლოდ ახლა ევროპაში ალაპარაკდნენ. დემოკრატიულ უკუსვლაზე როცა საუბრობენ, ეს არის წინაპირობა, რომელსაც სპეციალურად ქმნის ცენტრალური დაზვერვა ან სახელმწიფო დეპარტამენტი. USAID-თან და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მთელ არმიასთან ერთად. ისინი იყენებენ უნივერსიტეტებს, მედია ორგანიზაციებს და ყველა კლასიკურ ხელსაწყოს, რომ გადააყენონ მთავრობები, რომლებიც არც ავტორიტარულები არიან და არც კომუნისტური. როგორც კი ამ ფრაზას დემოკრატიის უკუსვლას გამოიყენებენ, ეს მათ აძლევს უფლებას გამოიყენონ ყველა იარაღი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ. მაშინაც კი როცა მათ არაფერი დაუშავებიათ. ქუჩის ამბოხების მოსაწყობად და დესტაბილიზაციისთვის კი ხშირად იყენებენ LGBT საფუძველს, გენდერულ ან რელიგიურად ფაქის თემატიკას. საბაბის შესაქმნელად პენტაგონთან დაზვერვასთან და სახელმწიფო დეპარტამენტთან მომუშავე მედიაში ვრცელდება ჭორები, რომლებსაც ჯერ ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლების მსგავსი მედია იტაცებს. შემდეგ კი Reuters-ი, Associated Press-ი და სხვა დაფინანსებული მედია აშუქებს. ფაქტობრივად დეზინფორმაციაა ერთადერთი არგუმენტი შემდეგი რეაგირებისთვის. საჭირო მედიას USAID აფინანსებს, სხვა დანარჩენს კი პოპულისტურს ეძახიან, მათ დისკრედიტაციას ეწევიან. არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ბუნდოვანი არარეგულირებადი არეულობაა. ევროკომისია კი მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებში მათ იშველიებს. ჩრდილოვან პოლიტიკურ მთავრობას ბოლო უნდა მოიღოს და ჩრდილოვანი ლობი უნდა აღმოიფხვრას. მოვითხოვთ არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული ჯგუფების სრულ ფინანსურ გამჭვირვალობას. მოვუწოდებთ ევროკომისიას, რომ ევროპარლამენტს გაუზიაროს შიდა კონტრაქტების განხილვის შედეგები. ყველა ორგანიზაცია უნდა დარეგისტრირდეს ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრში და გაამხილოს დაფინანსების მთავარი წყაროები.